იმას არ აძლევენ და ვისაც არ ეკუთვნის იმას კი აძლევენ. გავიგეთ გუშინ რომ რიგდება ეს დახმარება რაღაცა და ჩემი ვინც იყო თემებაში ალბათ შევეკითხო რომ ვის თქმა არ აზარებდა მიწისგან დაზარალებულების თქმა. კარგი გავჩერდით მიწისგან დაზარალებულები. მე მოვიდა ამბავი რომ ეს ვინც კი მოვიდა ვინაც შეაწუხა რაღაცა ყველას ურიგებენ. არც მიწისგან დაზარალებული ჩასგენაც ვერ ეკა და არც სოციალურად დაუწევ. მართლა ვინც სოციალურად დაუწევია გაჭირებულია ყველა დატოვეს ის. მე ერთადერთი მაზრი რომელსაც მართლა ვიჭრო დღესდღეობით უჭირს იმ ადამიანს ერთი ბოთიზეთი და ერთი მეშვიდე ამისესა ვისაც არც უჭირს და კაკათელი ყველას მიწეს მართლა ყველას მიწეს მათ ჩემი ჯიბიდან კი არ ამოდის მაგრამ უნდა იყოს გარკვეულობა ეს ხალხი ასეთ და ჯერ მაინც დაზაბულია და უფრო მეტად არ დაძაბონ ვიყავით ვიკითხეთ ვითხრეს რომ მიწით დაზარალებულები არ იგებთ არავინ არ არის ამოვედით თავისუფალი რა ვიცი ძალიან განკითხაობა არის ჩხუბობს ხალხი ვისაც არ ეკუთვნოდა იმან მიიღო ვისაც ეკუთვნოდა იმან არ მიიღო და რა ვიცი აბა ნახეთ ამ სოფელში რა ხდება საერთოდ გაოგნებული ვარ რა გაოგნებული დიდრებს ეხმარები ღარიბები გაჭირვებაშია მოხვალ აქ მოაკითხა და გიყვირიან კიდე გზა ჩვენ არ გვაქვს წყალი არაფერი ჩვენ არ გვაქვს მიწისძვრასთან დაკავშირებით არის ველადისემა პურის კბილები შემოვიდა ცემენტი და შემოვა კიდევ მიწისძვრასთან დაკავშირებით თუნუქის სახურა ძალიან ბევრი ადამიანის სიაში რო არის ვისაც მართლა უჭირს და ვინც დაზარალდა უჭირს გაჭირვებაზე არ არის ეს კარგად ეს არის მიწისძვრასთან დაკავშირებით და რა პრინციპით შეეჩა ეს ხალხი განცხადების თაობაზე რომ მოვიდნენ ჩვენთან 91 წლის და 2008 წელს მისის დროს შემოვიდნენ განცხადებით ხალხით გადაამოწმეს კომისია და მოხდნენ სიაში გასაგებია მაგრამ თქვენ და შაქარი რა შუაშია ეს აქ ალბათ არ ვიცი აღარ ვანძვი მე თქვენ